ჭიათურაში საბაგირო გზის რეაბილიტაცია იწყება. დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ფრანგულ კომპანიასთან, რომელიც 30 მილიონს დახარჯავს. მანამდე კი ჭიათურელებს არც თუ უსაფრთხო ტრანსპორტით უწევთ გადაადგილებას. საბაგირო აქ 50 წელია არ განახლებულა. ახლა ზარი მივეცი. ანიშნებ ხელით რომ გამიშვას, უკვე გზავრები ყავს საყვანელი, სოფსია ვაგონი 14 ადამიანი და გავდივარ. ეს ათასობით ჭიათურელის გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა, თუმცა არც თუ ისე უსაფრთხო. 50 წელზე მეტია საბაგირო არ განახლებულა. შესაძლებელია როგორც სამგზავრო ვაგონები, ასევე ყველა სხვა ტექნიკური ნაწილი. 2,5 კილომეტრის საბაგირო გზა ერთმანეთს ჭიათურის ცენტრსა და ქალაქის გარეუბნებს აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ძველია ჩვენ მაინც რეჯი გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ მე აქ ტრანსპორტის უკვე ზამთარია. მაგრამ ხო ვერ აღმოჩნდა. საბაგირო და უსილებელია, იმიტომ რომ მეც საშუალება არ არის ჩვენთან ეს რაღაცა ქვია. ტრანსპორტი განახლება საჭიროებს, იმიტომ რომ 67 წლის შემდეგ რაც ეს გზა კონკრეტულად გაიშვა, ის შემდეგ განახლებული და უკრადებოდა რაღაც რემონტები, კაპიტალური რემონტები, მაგრამ ბოლო 25 წელია რაც კავშირი დაინგრა მის მერე არც განახლება, არც კაპიტალური რემონტი. აგეხედავთ როგორ არის მოსვალი შენობებიც, მანქანა დაანღარები მოძველებული, აუტიზებულია და შესაბამისად უკვე სასაფლაო საჭიროებს განახლებას. უსაფრთხო მგზავრობა ჯერ მხოლოდ ოცნებაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა პანსიონის მოსწავლეების და პედაგოგებისთვისაც. სკოლამდე მისვლა მათაც მოძველებული საბაგიროთი უწევთ. სკოლა ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს, ტერიტორიულად არის ქალაქიდან მოშორებული და ძირითადი ძენი ტრანსპორტი არის ეს საბაგირო გზა, იქაც გადავარდნილებით ხოლმე. ჭიათურის საბაგიროს რეაბილიტაციის აუცილებლობაზე საუბრობენ ექსპერტები. საერთოდ საბაგირო გზები ესეთ ქალაქში როგორც ჭიათურა გადადის დასახლებული პუნქტის თავზე. და იქ თუ მოხდა რაიმე უბედურება, დაზარალდება არა მარტო თქვა ვაგონშემცდომი მოქალაქეები, არამედ მის ქვეშ ცხოვრები მოსახლეობა. ჭიათურაში საბაგირო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. ხელშეკრულებას ხელი დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ფრანგული კომპანია პომაგალსკის ვიცე-პრეზიდენტმა მოაწერეს. საბაგიროს რეაბილიტაცია 30 მილიონი ლარი ჯდება და თანხას ფრანგული მხარე გაიღებს. საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეუძლებს ჭიათურის ცენტრი გაუკავშიროთ უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად 4 გარეუბანს, ქალაქ 4 გარეუბანს. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ როგორც მშენებლობის პროცესში, ისე ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ საბაგიროში ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დასაქმებული. Français du transport par câble. დღეს ძალიან მნიშვნელოვან კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი. ჭიათურის 4 უბნის შეერთება ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. დღეიდან ჩვენი მიზანია წავიწიოთ ცის სწრაფად და 2016 წელს გაიშვას 4 ახალი საბაგირო ხაზი ჭიათურაში. რეაბილიტაცია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 4 საბაგიროს ჩაუტარდება. მოსახლეობის თქმით განახლებას საჭიროებს კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საკუთრებაში არსებული საბაგირო გზებიც, რომელთაც მაღაროელების გარდა ადგილობრივი მოსახლეობაც სარგებლობს.